საღამომშვიდობის მეგობრებო, გამომწერების თხოვნით გავაგრძელებ ამ სერიას კუსტარულ ნარკოტიკებზე. ვინზე ვისაუბრე წინა ვიდეოში, ამ ვიდეოში ვისაუბრებ ეგრეთ წოდებულ კრაკადილზე, დეზომორფინზე. მოკლედ 2010-11-12 წელი აი მთელი საქართველოში იყო ამ კრაკადილის თრეში, რასაც ქვია, ის სიგიჟე, საშინელება. ქვეყანას ადიოდა იოდის სუნი პირდაპირ მნიშვნელობით და ციხეები გამოტენილი იყო აი ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ვინც ციხეში იჯდა მაშინ 95% იჯდა ამ კრაკადილის გამო და 5% რავი აი მოსაწევი და სხვა ნარკოტიკების გამო. და რატო ერქვა მოკლედ კრაკადილი, ანუ ეს ნარკოტიკიც მზადდებოდა იმ პრეკურსორებით, რაც წინა ის ჩამოვთვალე ვინტის დროს ეს ბენზინი, მჟავა, მოკლედ ეს ყველა სიგიჟე და პლუს კოდეინის გამზადდებოდა, ეს რაღაც ტაბლეტები იყიდებოდა მაშინ ფსიქოტროპულები აფთიაქში და იმ ტაბლეტებისგან კეთდებოდა სედალგინი და რაღაც საშინელი ტაბლეტები იყო, მოკლედ დღეს საბედნიეროდ ეს ტაბლეტები აღარ არის საქართველოში. არ ვიცი თუ ვინმე შემოაგ უცხოეთიდან და ნარკოდამოკიდებულ ადამიანი ამას ეხლა აკეთებს. მე ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი უკვე არ გამიგია და მადლობა ღმერთს. რატო ერქვა მოკლედ კრაკადილი, ანუ დიდი ხნის კეთების შემდეგ ფეხზე ან ხელზე მოკლედ გეწყებოდა ქავილი, კანი ხდებოდა რაღაც ხორკლიანი, როგორც აი ნიანგს რო აქვს და მოკლედ თუ იმ ადგილის დამუშავებას არ იწყებდიან მოვლას, შემდეგ სკდებოდა ეს ადგილი, შემდეგ ჩირქი მოდიოდა. მოკლედ მე ადამიანები მინახავს, აი ხორცი თითქმის ძვლამდე ქონდა ჩასული, ძვალი რო უჩანს ცოტაზე, იქამდე აქონდა უკვე ამოჭმული, ანუ ბოლომდე ჭამდა რა ეს ნარკოტიკი ადამიანს. შემდეგ ისე მოხდა რაღაც საქართველოში 2013 წელი რო მოვიდა, ეს აფთიაქები თითქმის დაკეტეს, აკრძალეს და მადლობა ღმერთს გაქრა რა ეს ნარკოტიკი. სამწუხაროდ მეც ისეთი საკმაოდ ისეთი გამოცდილება მაქვს ამ ნარკოტიკთან. მოკლედ კუსტარული ოპიატი არის ეს კრაკადილი, რომელიც დაახლოებით ალბათ წელიწადნახევარში უკვე იწყებს შენს სხეულზე რაღაც ხორკლების გამოსვლა იწყება და უკვე ნელ-ნელა ხვდები, რომ ეს ნარკოტიკი დაგალპობს და მოკლავს, თუ არ მიატოვე. სამწუხაროდ ისე არ ხდება, ანუ 8 წლები მოიხმარ ამ ნარკოტიკს კომფორტულად ვერა, რაღაც 1 წელი, ალბათ 2 წელი და უკვე ძალიან დიდი პრობლემები გეწყება. პლუს რომ მოიხმარდი და თუ გაგეპარებოდა შეიძლება 1-6 თვე, 7 თვე საერთოდ ის იმ ხელიდან ტკივილები ვერ მოგეშორა, იქნებოდა ანთებითი პროცესები. მოკლედ მეგობრებო, როგორც წინა ვინზე თქვი, არსებობდა ამის პრიტონებიც, ამ კრაკადილის, სადაც მთელი დღე და ღამე მიდიოდა ხარშვა, მერე აქტიოდა ეს იოდის სუნი, მოკლედ ქუჩაში რო დადგებოდიან მაღაზიაში, ეგრევე შემოხედავდნენ ადამიანები და ეგრევე ხვდებოდა ყველა, რომ კრაკადილს მოიხმარდი და სტატუსებიც იყო რა, თუ მოიხმარდი ამ ნარკოტიკს პირდაპირ სტატუსი ქონდა კრაკადილში კი და მორჩა რაღაც. არასასიამოვნოა, ხო, რა თქმა უნდა, ეგრევე რომ მოგვართავენ. მაგრამ საკმაოდ, რავი, მაშინ ვინც მოიხმარდა ნარკოტიკს, ალბათ 97% ამ პრეპარატზე იჯდა და ვინც. დიდი მადლობა.